ხომელიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია მედიახმის დამფუძნებელი გვერდება პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი, ასევე თეონა გამარჯობა, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. მოკლედ, რას გვეუბნება ამ ახალი ცვლილებებით, ინიციატივით ქართული ოცნების ხელისუფლებამისთვის ძალიან მიუღებელია, როგორც ჩანს, ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრების არსებობა და კრიტიკული ტელეარხის თუ სხვა მედია ორგანიზაციის მუშაობა საქართველოში. ეს განცხადებები ნიშნავს პირდაპირ, რომ საქართველოში კრიტიკული მედია არ გვექნება, თუ ეს ყველაფერი შევა ძალაში და ეს არ არის შორი პერსპექტივა, თქვათ 6 თვის და 1 წლის მომავალი, ეს შეიძლება მოხდეს აი უახლოესი თვის განმავლობაშიც, იმდენად ბრუტალური არის ყველაფერი, რაზეც ისინი საუბრობენ. ეს არის, რა თქმა უნდა, ცენზურა. არ შეიძლება, რომ მამუკა მდინარაძემ და ქართულმა ოცნებამ მედიას დაუწესოს ობიექტურობის სტანდარტები, მაშინ როდესაც მათთვის ობიექტურობის სტანდარტს იცავს იმედი, პოსტივი, რუსთაველი და ასე შემდეგ. მათ უნდათ, რომ ქვეყანაში ისმოდეს მხოლოდ ასეთი მედიის ხმა, რომელიც რუსულ პროპაგანდას ეწევა საქართველოში. რა თქმა უნდა, დისკომფორტი არის კრიტიკული მედია, იმიტომ რომ მათ წააგეს ყველა საინფორმაციო ომი აქამდე, რომელიც ეხებოდა რუსულ კანონს. და მშვენივრად იციან, რომ ამაში ლომის წილი სწორედ მედიას აქვს და ჟურნალისტებს, ამიტომაც იყო ყველა ის თავდასხმა ორგანიზებული ჟურნალისტების მიმართ, რომ დავეშინებინეთ, ამან არ იმუშავა, ვთქვათ, ზეპირმა მუქარამ, იქ რაღაც სახლებში შევარდნება და ეხლა გადაწყვიტეს, რომ ჭყალებში, ასე ვთქვათ, კანონი მიიღონ, იმიტომ რომ ეს დემოკრატიულ ქვეყანაში კანონს იღებენ მოქალაქეების ინტერესისთვის და დიქტატურაში იღებენ საკუთარი ინტერესისთვის. ახლა მაყურებელი კარგად მიხვდება. გვეუბნებიან ქართულ ოცნებაში, რომ ეს არის დემოკრატიის დაცვისთვის. ხო, ნუ მაყურებელი თვითონ კარგად გამოიტანს დასკვნებს დემოკრატიაში ვარ თუ დიქტატურაში, იმის მიხედვით თუ ვის ინტერესში არის საქართველოში კრიტიკული მედიის ჩახშობა. თეონა, აი არასამთავრობო სექტორსაც შეეხება ეს ახალი ინიციატივა, ხო? მას შენ მუშაობ ორგანიზაციაში, რომელიც ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე მუშაობს, ხო? გარდა იმისა, რომ ჟურნალისტებს არ ექნებათ კრიტიკული ლაპარაკის საშუალება, თუ მათი უფლებები დაირღვა, ამის დაცვის საშუალებაც ესპობათ ამ ცვლილებებს. კი, რა თქმა უნდა, ანუ ეს ის რაზეც ისაუბრა ასევე პარალელურად მამუკა მდინარაძემ გვეხება უკვე ჩვენ ორგანიზაციებს, როდესაც ფარად გვასაღებენ იმას, რომ რაღაცა რუსული კანონი უნდა გააუმჯობესონ, ასე ვთქვათ, ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ვერც ერთ ჯერზე ვერ იმუშავა ამ ცვლილებებმა, პირველად გაწევა მოუწიათ, მეორედ მიიღეს, მაგრამ ფიზიკურად რეალობაში ვერ აამუშავეს რუსული კანონი, იმიტომ რომ ორგანიზაციებმა ვაჩვენეთ ერთიანობა, არავინ არ დარეგისტრირდა თითქმის, შესაბამისად მათ ამას აღსრულება არ შეუძლიათ და სწორედ ახლა რაღაცას გვასაღებენ, რომ ვითომ ეს არის ამერიკული თუ ევროპული, რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, არაფერი ამერიკული და ევროპული, მგონი მეორადების გარდა ამ ქვეყანაში არ დარჩა. ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული პარლამენტი, კანონები, ეგრეთ წოდებული სახალხო დამცველიც კი სასამართლო ყველაფერი ჩვენ გვაქვს ახლა რუსული, ეს არის რეალობა და კანონი, რომელსაც ჩვენ დაგვიპირისპირებენ, ცხადია იქნება რუსული, არაფერი მას კავშირი არ აქვს არანაირ ამერიკულ კანონმდებლობასთან და შესაბამისად მათ უნდათ, რომ აი ამ რაღაცა შეგვიყვანონ სამართლებრივ დებატებში თუ რაზე მსჯელობს, რომელი კანონი მუშაობს საერთოდ ამ ქვეყანაში. ან არაფერში არ სჭირდებათ მათ კანონები, უკანონოთაც მშვენივრად გვერდჩიან და რა ვიცი, ზოგს ნარკოტიკს უდებენ, ზოგს ქუჩაში ცემენ. აი, რამდენად ექნება გავლენა ამას კრიტიკულ მედიაზე, შენი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაგალითად მზიამაღლობელის პრინციპულობის მაგალითი, ხო, რომელიც ბოლომდე იბრძვის საკუთარი პრინციპებისთვის. ნახეთ, ძალიან ბევრი შეზღუდვა აქვს კრიტიკულ მედიას, თუმცა ამ დრომდე ამ შეზღუდვების ფონზე მაინც დარჩა, ხო, კრიტიკული მედია ორგანიზაციები ქვეყანაში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას. იმის ფონზე, რომ ძალიან მძიმე ფიზიკური დაპირისპირება ვნახეთ ძალიან ბევრი ჟურნალისტის მიმართ. როგორი მოქმედებს შენი აზრით ამ კრიტიკულ ნაწილზე, მედიის ამ კრიტიკულ ნაწილზე ეს თუ შეაშინებს მას?
დარწმუნებული ვარ ამაში, ნამდვილად, რომ ცხადი არავის არ შეეშინდა, თუ აქამდე არავის არ შეეშინდა, უცებ დღეს, იმიტომ რაღაც კანონი და მიიღოს ქართულ მოცემად, ცხადი არ შეგუშინდება. ეს არის უბრალოდ უნდათ მოგუდვა ფინანსურად, უნდათ რაღაცა კანონებში ჩასმა, მერე გვარბენინონ სასამართლოში, როგორც ისედაც დავრბივართ, რავით, ყველა ჩვენგანის ოჯახის წევრი ან ახლობელი ამ გზის გადაკეტვის ბრალდებით სასამართლოშია და უდიდესი მასშტაბი აქვს ამ ყველაფერს. უნდათ რომ აი გვაწვალონ, გვანერვიულონ, ჩხრეკაზე შემოვიდნენ და ასე შემდეგ. იმაში რომ ჩვენ არ შეგვეშინდება არც ორგანიზაციებს, არც მედიას დარწმუნებული ვარ და მზიარი ამის ძალიან კარგი მაგალითი, მაგრამ თუ ამ დრომდე კიდევ ვიღაცები ვერ ხვდებიან და ვერ გამოაქვთ აზრი რა ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რომ ახლა დაფიქრდნენ, ჩვენ შეიძლება გავიღვიძოთ ძალიან მალე ქვეყანა, სადაც არ იქნება კრიტიკული მედია და ეს უფრო ნაკლებად შეიძლება იყოს ჟურნალისტების პრობლემა, რომლებიც უბრალოდ უსამსახუროდ დარჩებიან და საკუთარი საქმის გარეშე, მაგრამ იქნება უდიდესი პრობლემა იმ მოქალაქეებისათვის, ვინც შეიძლება დღეს სახლში ზის, მაგრამ ხვალ რომ მიადგება დიქტატურა და მოსთხოვს ან სახლის გადმოფორმებას, ან უკანონოდ დაიჭერს მათ შვილს, მათ ოჯახის წევრს, უბრალოდ არავინ არ იქნება ამის თქმელი და ვისაც არ უნდა მიაკითხონ, ვერავინ ვერ გაიგებს ამას. იქნება ერთადერთი პროპაგანდისტული მედია, სადაც რა თქმა უნდა ასეთი ადამიანების ხმას ვერავინ ვერ გაიგონებს. აი შენ ლაპარაკობ პროპაგანდისტულ მედიაზე და წესით მათთვისაც ძალიან შემაწუხებელი უნდა იყოს ეს ინიციატივა თუ იცი მათი განწყობები უბრალოდ არ გამოხატავენ, მაგრამ წუხან ამაზე თუ უბრალოდ იმდენად შეჩეული არიან ამ სიტუაციას, რომ ვერ გეტყვი, არავისთან არ მაქვს კომუნიკაცია ძალიან დიდი ხანია და არ ვიცი მათი განწყობა, ალბათ რომ წუხდნენ, გვანიშნებდნენ მაინც რამენაირად, ეს გააკეთა ვასილი ივანოვ-ჩიქოვანმა, გააკეთა ნინო ზაუტაშვილმა, გააკეთეს რუსთავიორიდან წამოსულმა ჟურნალისტებმა და შესაბამისად ამის გაკეთება მარტივი თუ არ არის შეუძლებელი, ნამდვილად არ არის და თუ ვინმე წუხს ამის შესახებ, ახლა ყველაზე კარგი მომენტია რომ ამოიღონ ხმა და მათ შორის იმ საკუთარ დამკვეთები იქნება თუ ბრძანებლები თუ არ ვიცი მეგობრები, შეიძლება მეგობრებად თვიან ქართული ოცნების წევრებს, ახლა მაინც მოსთხოვონ რამე, იმიტომ რომ აუცილებლად მათაც მიადგებიან დიქტატურა, სწორედ ეს არის დიქტატურა მარტო ჩვენთვის არ დამყარდა, დიქტატურა დამყარდა მათთვისაც და როდესაც ჩვენ მოგვილევენ აუცილებლად მათაც მიადგებიან, ისტორიას აქვს ამის ძალიან ბევრი მაგალითი და რა თქმა უნდა საქართველოს არ იქნება გამონაკლისი, ამიტომ ახლა არის ძალიან კრიტიკული მომენტი. ჩემი აზრით დამყარდა დიქტატურა, უბრალოდ არ უნდა ფესვები არ უნდა გაიდგას და ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ შესაძლებლობა რომ მას ვებრძოლოთ, მათ შორის მედიას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა დანარჩენი ყველა ინსტიტუტი საქართველოში არის ასე ვთქვათ, ქართული ოცნების შესაბამისად რუსეთის ხელში. თუმცა რამდენად შორს შეუძლია წასვლა ქართულ ოცნებას, მაგალითად შესაძლოა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არ გამოვა მე კრიტიკული მედიის გაჩუმება, მაგრამ შეიძლება მაგალითად სოციალურ ქსელებშიც დაუწყოს დევნა თითოეულ კომენტარსა თუ პოსტს. თან ნახეთ ხო ის ინიციატივა რომ შეურაცხყოფაზეც კი და თან ხო არ ვიცი შეურაცხყოფა მაგალითად სიმღერა ოლეოლა მათთვის შეურაცხყოფელია, მათთვის შეურაცხყოფელი არის რუს რო ეძახი, ამიტომ ვერ გაიგებ რას წინდა რა არა. მაგალითად იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანმა თქვა რომ სისტემას არ ვენდობიო, ეს შეურაცხყოფა ჩათვალეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მედიის ჩახშობისთვის. საბედნიეროდ გვაქვს სოციალური ქსელები და ძალიან დიდი ძალა აქვს ამას. შესაბამისად, ვთქვათ, მთლიანად ამოძირკვა ვერ მოხდება, თუ რა თქმა უნდა, ახლა Facebook და Instagram და სხვა ქსელებიც არ აკრძალეს როგორც რუსეთში და ბელორუსში, თუმცა არის ბევრი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია მათ ვებრძოლოთ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ კრიტიკული მედია შევინარჩუნებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამისი გამოცდილება, როგორც არ იმუშავა რუსულმა კანონმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში, ზუსტად ასე ვერ იმუშავებს ეს რაღაც ცენზურის და ობიექტურობის დამდგენი კანონი. აი ეს რუსული კანონის ვერამუშავება, როგორც ჩანს ძალიან ხინჯად აქვს ჩარჩენილი გულში ქართულ ოცნებას. მაშინ ძალიან ბევრი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდა, ხო, აგენტად და ეს რაღაცა პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, როგორც უნდათ. ახლა როგორ ელოდებით, რომ გაამკაცრებენ ამ ზომებს, ხო, ამბობენ რომ ახალ უფრო მკაცრ კანონს შემოიტანენ ვითომ ამერიკულს არ ვიცი ველოდებით რას მოიძულებით რეგისტრაცია იძულებით ხო პრინციპში ახლაც არის უბრალოდ მასშტაბი იმდენად დიდი არის არ დარეგისტრირებული ორგანიზაციების რომ ფიზიკურად ამ ყველაფერს ხო აღსრულება უნდა ადამიანური რესურსი უნდა რა თქმა უნდა თქვა შეიძლება მიადგენ რამდენიმე მნიშვნელოვან ორგანიზაციას და დაგვსაჯონ რაღაც სამაგალითოდ თუმცა მთლიანად ასე სისტემურად ეს კანონი ჯერჯერობით ვერ მუშაობს და ის რომ ისინი აპირებენ რაღაცა კიდევ დამატებითი ცვლილებების შეტანას
აბსოლუტურად ამაზე მეტყველებს, რომ არ იმუშავა ამან. ეს იყო თქვა შესაშინებლად, რომ შეგვშინებოდა ჩვენ და ჩვენი ხელი დავრეგისტრებულიყავით, მაშინ იმუშავებდა, თუმცა ერთობამ და სიჯიუტემ ჩვენმა განაპირობა ის რომ არ იმუშავა. იგივე უნდა მოხდეს ამჯერად მედიასთან მიმართებაში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მედიის გვერდზე დადგება საზოგადოებაც ისევ საკუთარივე ინტერესიდან გამომდინარე, იმიტომ რომ უკვე ფუფუნება არის ის რომ დღეს ჩვენ ამ ეთერში ვხედავთ და ვსაუბრობ და შეიძლება გავიდეს ერთი კვირა, ორი კვირა და ეს არ მოხდეს და თუ მართლაც კრიტიკული მედია ქვეყანაში გაჩუმდება, ეს იქნება ძალიან დიდი ხნით სამწუხაროდ. ალბათ საერთაშორისო შეფასებები მალე გახდება ცნობილი. ამ შემთხვევაში რამდენად არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოხმაურება. თუ გაქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო მედია ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ უკვე ინფორმაცია, ხო, ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან, როგორია მათი პოზიცია, რა ბერკეტები რჩება იმისთვის, რომ შეიცვალოს ეს პოზიცია? ჩვენი ორგანიზაცია არის Media Freedom Coalition-ის ერთ-ერთი წევრი საქართველოდან და ჩვენ ყოველკვირეულად ვაწვდით მათ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში მედიასთან დაკავშირებით და ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და პრობლემებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამასაც მივაწვდით. ეს არის ძალიან დიდი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მთელ მსოფლიოში კავშირები და ასე ვთქვათ, ინფორმაცია ძალიან კარგად გადის. ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები იმუშავებენ სხვებთან. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ჩვენ არ გაგვიჭირდება, რომ ცნობები მივიტანოთ ჩვენს პარტნიორებთან, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მათ თვითონ გაიაზრონ ახლა რა როლი აქვს სანქციებს და ვთქვათ, არ დააყოვნონ ევროპულ სანქციებს გულისხმობ, იმიტომ რომ ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი დღეს ჩვენთვის. კი ბატონო, მადლობა სტუმრობისთვის. თეონა ცხომელიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია მედია ხმის აღმასრულებელი დირექტორი და ჟურნალისტი იყო ჩვენი სტუმარი.